სპორტის ეს სახეობა რომ ბუნებრივია იარაღზე საუბარი და ტყვიაზე და თქვენი ნაცნობობა ტყვიასთან ძალიან უცნაურად დაიწყო. იცით ხო ეგ ამბავი? ეგ გადაულაპე ჰილზა. აფხაზეთში მოხდა რომ მოვისმინე. სოხუმში კი მამას დავყვებოდით ხოლმე როცა იყო ამის საშუალება საქართველოს გუნდი რომ მიდიოდა იქ ესეთ კოტეჯები იყო გუმისტაზე დიდი ბაზა იყო აშენებული და საბჭოთა კავშირის ნაკრებიც იქ ჩადიოდა დინამოს ნაკრებიც საქართველოს ნაკრებიც და იმდენ ძალიან ხშირად იყო რა ეს შეკრებები და ოჯახიც ხანდახან მიყვებოდა ხოლმე სპორტსმენებს ჩვენ სპორტსმენებს და მე და დედაც ვიყავით იქ და ბავშვებთან თამაშობდი რა და ვითომ წამოვსვავდი როგორც ეხლა თქვენ გიყურებთ ესე მახსოვს ხო არ მოგეჩვენო არ მომჩვენებია ბატონო გადაფლაფე და ეს ნასროლი ჰილზებით თამაშობდით ბავშვები ოქროსფერია ჭვიალებს და ხო იცით ეხლა როგორც არის და ეს ვითომ დავიჭირე ესე ვსვავდი ვითომ წამალს ავათ ვიყავ და უცებ გადამეყლაპა რა ატყდა ერთი ამბავი სანამ ჩვენ თბილისში ჩამოვედით და იქ ეხლა ვერ ასწრებენ ვერაფრის ნახვას და მაშინ ესე იგი გადავრჩი მოკლედ ბავშვობიდანვე ძალიან ახლო კონტაქტი გქონდათ ტყვიასთან